აღამშვიდობისა გმალობთ რომ ვიყურებთ მართალია ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემას არანაირად არ ეხება, მაგრამ მაინც მინდა უბრალოდ გავიმეორო ინფორმაცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მეცხრე საინფორმაციო სამსახურმა გაავრცელა. მაშინ ასე ტელეკომპანია მეცხრე ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია იმედი თავის კანონიერ მფლობელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. ჩვენი ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიის შენობაში არქის ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართა არხზე მომუშავე ჟურნალისტებთან და მათ ოფიციალურად დაემშვიდობა, თუ ასე შეიძლება ითქვას. როგორც ცნობილია, ახალი დირექტორი დავით ჩონია იქნება, რომელიც წლების განმავლობაში ბადრი პატარკაციშვილის დაფუძნებულ კომპანია Self4-ში მუშაობდა და თავის დროზე ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთი დირექტორიც იყო. როგორც ამბობენ, ანალოგიური თათბირი მიმდინარეობს ამ წუთებში რადიო იმედის შენობაშიც. ეს ინფორმაცია, როგორც გითხარით, ჩვენი საკუთარი არხებით მოვიპოვეთ, შესაბამისად ჯერჯერობით ამას წყაროს ვერ დავასახელებთ, თუმცა ასევე ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა უკვე დღეს სულ რამდენიმე საათში, 1-2 საათში შეიძლება ისე ითქვას, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა საგანგებო განცხადებას კი გააკეთოს ამ თემაზე. ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ მატრიცაში განსახილულ თემებს, მინისტრთა კაბინეტის ფორმირება აბსოლუტურად დასრულებულია, ცნობილია ყველა მინისტრი და მათ შორის განათლების მინისტრიც. განათლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტრო იყო და წლების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც ამ სფეროში განხორციელდა. სინამდვილეში განათლება ისევე როგორც ალბათ სხვა საკითხები ძალიან მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ სისტემას განსაკუთრებულ სირთულეს აბრალებენ. სულ ორი კომპონენტია, რას გვასწავლიან და როგორ გვასწავლიან, ანუ პროგრამა და პედაგოგები. თუ ეს ორივე საკითხი მოგვარებულია, მაშინ ჩვენ განათლებულები ვართ, ჩვენი შვილებიც განათლებულები არიან, შესაბამისად უკეთესად ვცხოვრობთ. თუ რომელიმე ამ კომპონენტში პრობლემაა, მაშინ ჩვენს პრობლემა გვაქვს, ჩვენ შვილებსაც პრობლემა აქვს და ჩვენი განათლებაც მოიგოჭრებს. ახალი განათლების მინისტრი მოგეხსენებათ გიორგი მარგველაშვილი გახდა, თუმცა უკვე ჩანს, რომ ახალი მინისტრი შედარებით სხვანაირად იმუშავებს მისი წინამორბედებისგან განსხვავებით. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გარკვეულ რჩევებს თუ რეკომენდაციებს თუ კონტროლს გაუწევს ახალ განათლების სამინისტროს. ახალ კომისიას განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია ეწოდება და მისი თავმჯდომარე ცნობილი ქართველი ფიზიკოსი გიადვალი იქნება, რაც შეეხება კომისიის წევრებს, ჯერჯერობით ცნობილია, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრი დავით ზურაბიშვილი იქნება. ბატონი დავითი დღეს მატრიცის სტუმარია. აღმშვიდობისა ბატონ დავით. მოგესალმებით. განათლების სამინისტროზე იყო ყველაზე მეტი კომენტარი, ყველაზე მეტი შენიშვნა, ყველაზე მეტი ვნებათაღელვა, გნებავთ სოციალურ ქსელებში, გნებავთ, თქვათ უბრალოდ, იმიტომ რომ ყველას ეხება თავისთავად ცხადია, არ არსებობს ალბათ ოჯახი, რომელსაც ამ სისტემასთან შეხება არ ქონდა და ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომელიც ამ სისტემით კმაყოფილია. თქვენს როგორც ხვდები, არ ახართ კმაყოფილი, მითი რაც გვაქვს. ბუნებრივია, ხა პირველ რიგში მინდა მაინც აი შევეხმიანო თქვენს პირველ განცხადებას და ვფიქრობ, რომ ძალიან ნიშანდობლივი და სასიხარულო ფაქტია ეს ტელეკომპანია იმედის დაბრუნება თავის კანონიან მფლობელთან, ეს რაღაცნაირად სიმბოლური მომენტიც არის, აი სწორედ იმ სამართლიანობის აღდგენის პროცესზე, რაც დარწმუნებული ვარ, დღეს დაიწყო ჩვენ ქვეყანაში 1 ოქტომბრის შემდეგ. და რა ვიცი, მე მგონი ყველას უნდა მიულოცოთ ეს ამბავი, როცა ეს იქნება. ეს ერთი, მეორე, ხა რაც შეეხება უშუალოდ განათლების სისტემას და განათლების მინისტრის შერჩევას, ბუნებრივია, ხა ეს არ არის ადვილი საკითხი, იმიტომ რომ ურთულესი სფეროა. ძალიან რთულია აქ იყო ერთნაირად გარკვეული და რაღაც ასეთი რომ თქვა სკოლებში, თქვა უმაღლეს სასწავლებელში, პროფესიულ განათლებაში ძალიან რთულია მეცნიერებას კიდე ცალკე ამბავია და ნუ ხა ასეთი ადამიანი რომელიც მეტნაკლებად შეძლებს აი ეს კოორდინირებას მენეჯმენტს გაუწევს და რაღაცნაირად თან იქნება აი ნახავს რაღაც ძველი გამოცდილებაში რაც საუკეთესოა იქიდან ამოიღებს ყველაფერს და კიდე ახალ ძალებსაც ჩართავს. ბუნებრივია, ეს იყო ძალიან რთული შერჩევა, მაგრამ ფიქრობთ, რომ ძალიან კარგი და ღირსეული კანდიდატურა იქნა შერჩეული. არა, კანდიდატი ამ შემთხვევაში არ გეკითხებით. აჩეხება კომისიას. კომისია, მე მინდა გითხრათ, ეს კომისია არის წმინდა ესეთი სახელმწიფო კომისია, რომელიც იმუშავებს სისტემურ რეფორმაზე. ანუ როგორი სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს. ანუ აქ უფრო წმინდა ინტელექტუალური სამუშაოა გასატარებელი, ვიდრე სამინისტროს გაცილებით სამინისტროც მიიღებს, რა თქმა უნდა, მონაწილეობას და ძალიან აქტიურ მონაწილეობას, პარლამენტიც მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ამ კომისიის მუშაობაში, კიდევ იქნებიან წევრები, სხვადასხვა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია და ეს ერთიანი სისტემა, მაგრამ ალბათ ამ კომისიაში და თვითონ ბატონ გიადვალიც ეს იქნება უფრო წმინდა ინტელექტუალური სამუშაო, რომელიც ეს სისტემა უნდა ჩვენ გვაქვს რაღაც ჩვენ გვაქვს რაღაც გაწეროს ვადებში როგორ ჩვენ გვაქვს რაღაც სისტემა ეს არაფერი სისტემა ეს ჩვენ არაფერი არ აქვს ჩვენ რა გვაქვს კაცმა არ იცის იმიტომ რომ
იყო სრულიად სხვა მიდგომა თქვა 2003 წლის მერე მე ძალიან შეიძლება ითქვას ერთ-ერთი პირველი ვიყავი და ჯერ კიდევ არ ვიყავია ოპოზიციაში გადასვლა როდესაც ამ რეფორმას უპირისპირდებოდნენ რასაც ბატონი ლომაია და მისი გუნდი აკეთებდნენ ეს იყო სრულიად სხვა მიდგომა ეს იყო მიდგომა პრინციპში ისეთი რომელიც მათ დაარქვეს ლიბერალური რეალურად ეს იყო სკოლა პრაქტიკულად სრულიად დაკარგა სკოლა დაიკარგა мотивация სკოლაში სწავლა პრაქტიკულად აზრი გამოაცალეს და უმაღლეს სასწავლებლებშიც მაქსიმალურად იყო გაიოლებული და ბოლოს იყო ასეთი რომ რამის პრაქტიკულად არც კი მალავდნენ ამაზე ვისაც უნდა ყველას უნდა შეეძლოს მაგალითად მიღება ხა ვისაც უნდა კი ჩაბარება ყველას უნდა შეეძლოს არ უნდა იყოს შეზღუდვა რაღაცა ნიშნით მაგრამ ხა ასე არ არის ხო რაღაცა კომპეტენციის ზღვარი უნდა იყოს რაღაცა თუ წერები არ იძლევიან კომპეტენციის აი ზღვარზე გაყავთ ძალიან ძიმე სიტუაცია იყო აი რაში გვაქვს თუნდაც პრობლემა მე ერთ-ერთი პროფესია პედაგოგი ვარ ესე ვთქვა მე გეტყვით ახლა მაგალითად აი არსებობს რაღაც სასწავლო გეგმა პროგრამა კურიკულუმი ნებისმიერი სიტყვა რაც გნებოდა დავარქვა და არსებობს თვითონ ანუ ხარისხი ორივე ყველგან პრობლემაა მასწავლებლებთან დაკავშირებითაც არის სერიოზული პრობლემა იმიტომ რომ ერთ პერიოდი იყო რაღაცა ძალიან ისეთი მიდგომა მასწავლებლის მიმართ არიქა თქვენ რაღაცა ძველი მასწავლებლები უნდა ჩაურეცხოთ რაღაც ახალები უნდა მოამზადოთ მე გაირკვა რომ ერთ ძველს ვერ უშვებენ ვერც ახლები ვერ მოყავთ რეალურად თუ თავისთავად ბუნებრივად პროცესი რაც მიდის მაგრამ რაიმე სისტემურ მიდგომაზე აქ თითქოს სერტიფიცირებული გახადეს ეს პროფესია მაგრამ ეს პროცესიც არ არის თლად ტექნიკურად კარგად გამართული და არც ცივერზე კიდევ მე უფრო პროგრამის საკითხები მაინტერესებს მე ჩავხედე რა სასწავლია დღევანდელ სკოლაში და მე ვერ ვიტყვი რომ ჩემ დროს რაღაც განსაკუთრებულ სწავლობდით მაგრამ ამასთან შედარებით მაინც რაღაცა სწავლობ თუმცა ისიც არ ვარგო კი ბატონო მაშინ სხვა სისტემა იყო რომელიც არ იყო კარგი მაგრამ იყო სისტემა ახლა აქ არის არ არის ეს სისტემური მიდგომა პრაქტიკულად დარღვეულია ბევრი რაღაც როგორც ვთქვა შაშკინის მერე სრულიად სხვა სისტემაზე დაიწყო აქ ნუ მაშინ თუ რაღაცა ცდილობდნენ რაღაც ლიბერალური განათლებებს დაერქმიათ და ნუ ძალიან რაღაც ესეთ ექსპერიმენტებს აკეთებდნენ რომელიც ჩემისას იყო გაუმართლებელი შაშკინმა უბრალოდ გადმოიტანა პენიტენციარული სისტემის გამოცდილება სკოლაში ანუ გადააქცია დიდ დააპირა რაღაც ციხის მეთოდებით აქ ისეთი მეთოდი სიმკაცრით ნუ მან მიაღწია ერთ რამეს ამას ვერ დაუკარგავთ რომ ესე იგი დასწრება სკოლებში ხლა არის უფრო მაღალი ანუ აღარაცდენენ ნაკლებად მაგრამ სწავლების ხარისხი რა თქმა უნდა არის ასევე კატასტროფულად დაბალი მე გეტყვით ერთ მაგალითს რაც ძალიან ისეთია მე უმაღლეს სასწავლებელში იწევს ლექციების კითხვა და დავაკვირდი ერთ საინტერესო ტენდენციას ძირითადად პირველ კურსელებთან მაქვს საქმე ხოლმე პირველ მეორე კურსელებში ვინც იცის მაგალითად პირველ მსოფლიო ომი ასეთი ის არის ნუ ვინ ვის ეომებოდა იქა და რაღაცა ვინც ეს იცის თქვა აი ისტორია ვინც იცის ანუ რომ იქ გერმანია იყო ეს ხარის თქვა და ხარის ანტანტა საფრანგეთი აი ვინ ვის ეომებოდა ეს ვინც იცის იმან არ იცის ოღონდ სად არის საფრანგეთი და სად არის გერმანია რუკაზე ვერ გიპოვოს ანუ არ იცის გეოგრაფია პრაქტიკულად ძალიან ცუდად დიდი ჩავარდნა გეოგრაფიაში ანუ ინგლისი გერმანიის დასავლეთით თუ აღმოსავლეთით შეიძლება ვერ გიპასუხო და არ ხუმრო ეს ასია და ვინც იცის გეოგრაფია თქვა რომ ეს ინგლისის საით არის აქვს კუნძული როა და საფრანგეთის დასავლეთით რომ მდებარეობს დაუშვათ ვინც ეს იცის იმან არის ის მსოფლიომა ძალიან და ვინ ისეომებოდა ის არის ანუ ვინც იცის ისტორია არის ის გეოგრაფია და პირიქით ეს გამოიწვია ალბათ რაღაც ტრიმესტრებად დაყოფილ შეზღუდვა თავის დროზე იმან რომ ესე როცა არჩევითად იყო ესე იგი რაღაცნაირად არ იყო ჯერ სკოლაში საგან საექცევდა ყურადღება მე იყო ისე რომ ვინც ისტორიას აირჩევდა ის არიჩევდა გეოგრაფიას ანუ დაგერჩი ორიდან ერთ-ერთი თუ აირჩევდი ისტორიას აღარ სწავლობდი გეოგრაფიას და საერთოდაც სწავლობდი ისიც დაავიწყდა ეთყობა ეს ბოლო ფიზიკას და მათემატიკას შორის ფიზიკას თუ სწავლობ მათემატიკას არ სწავლობ როგორ გამოიყენა ეს ამდენადაც ვაღს მათემატიკა ასე თუ ისე იყო თუმცა ფიზიკაშიც სერიოზული პრობლემები იყო ფიზიკის სწავლებაშიც და ვინც ახლა გეოგრაფიას სწავლობდა ის არ სწავლობდა ისტორიას ამიტომ ეს პრობლემები არის ანუ ზოგადი განათლების პრობლემებიც არის მეორე წერთი მე ძალიან უკვირდები სკოლებში არის სერიოზული პრობლემა ის რომ აი ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი აზრის გამოთქვა აი ვერაფრით ძალიან მიჭირს ხომ პირველ ეტაპზე მე ნელა მაინც ახალგაზრდაა ცოცხალი გონება აქვს მოქნილი და შეიძლება აიყოლიო მაგრამ აი ეს რომ თავარია შენ თვითონ ჩამოაყალიბო შენი აზრი ლოგიკურად დაასაბუთო და არგუმენტაცია და წაკითხული მასალა ეს უნდა გამოიყენო იმისათვის რომ შენი აზრი ჩამოაყალიბო ასე არ გიყვება იმას რაც წაიკითხო ანუ წაკითხulis შინაარს იქით პრაქტიკულად ეს სკოლის უნარჩვევები არ ვიცი ბატონო აი იცით რა მე მაინც რჩებაში დავიწყებ რომ საქართველოში რა ქვია საშუალო სკოლას საშუალო სკოლა ქვია ისევ ჯერჯერობით ალბათ მაინც არ აღიქმება სერიოზულ სასწავლო დაწესებულებად იმიტომ რომ ეს უბრალოდ შოულების უმეტესობა ამას აღიქვავს როგორც რაღაცა ეტაპს რომელიც აუცილებელია და მე ბავშვმა მაინც უნდა ჩააბაროს მაინც უნდა მოამზადო მაინც უნდა ვასწავლო მაინც სკოლას არ აუშავს მე ისწავლის ხო ესეთი ეს მაინც ამის შეცვლა იგეგმება არ არის ახლა სკოლაშიც რა თქმა უნდა სკოლა არის ძირითადი საგანმანათლებლო ინსტიტუტი
ქვეყანაში და არა მე მშობლების მიდგომაზე ვამბობ, ჩვენთან არის უბრალოდ რა უმაღლესი ჩაბარება ეს ტრადიციულად საქართველოში არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ ბაღანა მოეწყო უმაღლეში. ეს ცალკე ეს სერიოზული ამბავია, იმიტომ რომ ყველას უნდა უმაღლეში კარგად სწავლოთ, თუნდაც ყველას უნდა თუ არა განათლება ამ ქვეყანაში აქ ეს განათლება არ უნდა, უმაღლეში მოწყობა უნდა, ეს სხვადასხვა რაღაცაა. მაგიტომ გეუბნები. ანუ რეალურად ცოდნა მიიღოს და თქვა იგივე პროფესიას ნაეუფლოს, თუმცა ასეთები შეიძლება. ნუ მაინც უფრო პრესტიჟურად ეთოლება და ბევრად პრესტიჟურად. აი ამ სისტემის დაშლა და აი ამ დამოკიდებულების შექმნა რომ სწავლა იყოს მნიშვნელოვანი, ეს იქნება თქო კომისია ამაზეც იმუშავებს. განათლების PR-ზე, მოდი ესე ვთქვა. განათლების PR-ზე ალბათ უნდა იმუშაოს სამინისტრომ, კომისიამ უფრო უნდა იმუშაოს როგორ გაკეთდეს რეფორმა და შეიძლება ესეთი PR-ის სამბავშვის გასცეს რეკომენდაციები რაღაც. რა როგორ მაგრამ ეს უფრო მაინც სამინისტროს და პარლამენტის გასაკეთებელია ზუსტად აი ეს მიმდინარე პროცესი. როგორ გახადო პრესტიჟული, როგორ გახადო სკოლაში სწავლა. სერიგაკ არის მთელი სასწავლო გეგმებია გადასახედია თავიდან შესაძლებელი შეიძლება სახელმწიფოების პრობლემა, ეხლა წვია ტექნიკური და ლოჯისტიკის პრობლემებია უამრავი. ეს როგორზე გადავდოდა წმინდა სწავლების პრობლემები, მოსწავლეების მომზადების, გადამზადების კვალიფიკაციის პრობლემები, ნუ სერიოზული პრობლემაა ძალიან ესეც. ეს რეალურად არსებობს. ეხლა აქ ისე უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ თან რეალურად გააუმჯობესო ხარისხი, მეორე რიცხვი არ უნდა გამოიწვიო რაღაც ეხლა ის უბედურება, რომ რაღაც ეგ დაერიო ვიღაცას და რაღაცა თქვენ ჩარეცხები ხართ ასეთი ის რასაც ეხლა ბავშვები სკოლაში სწავლობენ. რაც არის პროგრამაში შეტანილი. თქვენ იცნობთ ალბათ ხო რა ისწავლება, რა მოცულობით როგორ. თვლით რომ ეს თუნდაც კარგად რო ვასწავლოთ, რამის შედეგი იქნება თუ გასართულებელია პროგრამა, რაღაცები დასამატებელია, რაღაცები ამოსავლის შესაძლებელია. ძალიან რთული მაგ არის გადასახედის სანახავის ერთ სისტემურად სანახავია, რა არის, როგორ გვინდა, რანაირად გვინდა. იყო მიდგომა, რომ ყოფილიყო სკოლაში სწავლა მაქსიმალურად გაადვილებული. აი ეს მიდგომა მაინც დარჩება. არ ამგონია იყოს სწორი, რომ ასე გაადვილებული იყოს. პირიქით 10 კლასს მაიცო და ავტორის ადამიანი ყოში თუაში 10 კლასს თუ ანუ რაღაც საშუალო განათლებას რომ მიიღებს ეხლა 11 წლიანი ხო საშუალო განათლებას 12-იანია და ესეც საკითხია მოიხსნება თუ არა ის მე-12 კლასი ესეც კითხვა აქვს. ანუ აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა მოდელები მაგალითად შეიძლება იყოს თქვა არის ბრიტანული მოდელი, როდესაც 10 კლასის მერე ღებულობ შენ საშუალო განათლებას, ასაც სკოლა საშუალო განათლება ქვია და მერე 2 წელი არის რაღაცა მოსამზადებელი ვით გადასასვლელი უმაღლეს სასწავლებელში თუ ის არის თქვა ამერიკული მოდელი, სადაც არის რაღაც ეგრეთ წოდებული ჰაისკულები, ანუ ბოლოს თორცეი ბოლო 4 წელი ისწავლება. საერთოდ პრობლემური სხვადასხვა სისტემა არის თელი 12 წელი. ყველა პრობლემურია მთელ სოფლიოში არავინ არ არის. ეს გააჩნია, ეს არ არის ისე რომ აი ასე იყოს თუ არ 12 წელი მეტნაკლებად, აი 12 წელი უმაღლეს სასწავლებელს და პროფესიულ სასწავლებელს გარეთ გატარებული, ანუ რა სკოლის ტიპის ან ნახევრად სკოლის და ნახევრად უმაღლეს სასწავლებელის ტიპის გატარებაში, ეს 12 წლიანი პრაქტიკულად არის სტანდარტივით მთელ ევროპაში და მთელ სოფლიოს სხვა ქვეყნებში. უბრალოდ ჩვენთან გამოვიდა რომ მე-12 კლასში სახელმძღვანელოებიც არ არის. ჩვენთან ყველა ბავშვები ერთად ეს არის პრობლემა, სწორედ ჩვენთან არ არის კარგად გაწერილი აი ეს სასწავლო გეგმა. ანუ არა ძალიან ხშირად შეიცვლებოდა რაღაცები თავიდან როგორც გითხარი ძალიან გამარტივებული მიდგომა, მე ეს გართულებული მიდგომა სასიადული არ არის. რაღაცა წლები რო გავა იმის შედეგებს შენ იმ კი უკვე მერე. იმიტომ რომ ვიღაცა ბავშვი რო ჩააბარა პირველ კლასში რაღაცა ისწავლა რაღაცა ერთი პროგრამი და შენ შეუცვალო უცებ ის მივიდა მე-6 კლასში და ეს არ არის თავიდან რაღაცა დაგეგმილი რომ პირველიდან მეათებდი როგორ იქნება, იქ შეუცვალო მერე და გადაატრიალო ყველაფერი. ეს რო გამოიწვევს მხოლოდ უარყოფით შედეგებს და ჩვენთან იყო ეს სწორედ ასეთი მიდგომები, რაღაც ძალიან მკვეთრი ცვლილებები, ძალიან ისეთი მკვეთრი ცვლილება განათლების სისტემაში. მკვეთრი, აი უცებ დღეს რო რაღაცას შეცვლი. ეს თუნდაც სწორცვლილებას აკეთებ და შეიძლება მაშინ წასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა, იმიტომ რომ შეიძლება ამანაც მაინც უარყოფით შედეგები მოიტანოს, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდია ინერციის როლი, ძალიან დიდია იმის როლი, რასაც ადამიანი არის მიჩვეული. ბატონო, სოფლის სკოლებში აუცილებლად გავაკეთოთ ეს ცვლილებები. სოფლის სკოლებზე ვინა გითხოთ საქართველოში სოფლის სკოლები, კარგი სკოლები იყო, ჩემს ბავშვობაში მე მახსოვს ვთქვა, კი ბატონო, ნუ მაინც სკოლაში სოფელში ყოველთვის ის იყო რაღაც. ჩემს კურსზე ვთქვა 120 ბავშვიდან 80 იყო, ვთქვა სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული და ზოგი საკმაოდ ისეთი სოფლიდან ახლა არ გულისხმობ ჭიათურას და ცნობილად, აი ისეთ რო ვერ გაიგე, რო არც გაგიგია შეიძლება და სწავლობდნენ ჩვენი კაი ბავშვები იყვნენ. ეხლა ამოვიდა ეს გაპარტახდა ეს სისტემა, აღარ არის ბავშვები ვეღარ მიდიან სკოლებში. ბევრ სოფელში უბრალოდ სკოლა გაუქმდა. აი ეს როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი? თქვა მე მახსოვს, ჩემ ბავშვობაში იყო რაღაც როდესაც ადამიანი ამთავრებდა უნივერსიტეტს, მას თავაზობდნენ თქო მაღალმთიან სოფელში მუშაობას და რაღაც სისტემები იყო. ეხლა აქ არის უბრალოდ სერიოზული პრობლემა, რომ მთელი სოფლებში სკოლა უბრალოდ არ არის, არ ფუნქციონირებს. და იყო ლაპარაკი ყველა სოფელში მიიღო სკოლა. ფუნქციონირებს და ყველა სოფელში ასე ბუკვალურად თუ გავიგებთ ყველა სოფელს. ნუ პრაქტიკულად ყველასთვის უნდა იყოს. ყველა თემში ესე თქვა. ყველა თემში თუ
რაღაც არ უნდა ჭირდებოდეს 10 კილომეტრზე და 30 კილომეტრზე სიარული. ანუ თუმცა იყო, სადაც იყო და იყო, მაგალითად მე შემიძლია გითხრათ, ჯავახეთში არის ქართული სოფელი გოგაშენი, ასე, რომელიც არის ძალიან მაღლა იქ ვარძიის ვარძია რო არის პირდაპირ თაზებთ ის ზევი. იქ მაგალითად სკოლას რომ დახურავ ეს ჩათვალე რომ იქ ზედა უნდა წავიდეს სადღაც ძალიან შორს ვერსად იქ არ შეიძლება დახურვა არანაირად იქ ყოველწლიურად უნდა შეეცადო რომ შეინარჩუნოს ბევრი ასეთი სკოლა იქნა დახურული ბევრი ასე მაღალმთიან რეგიონებში ბარში სამეგრელოში ქართლში ის ინტერნეტების სისტემაც მოიშალა რამდენად და ასე მე მახსოვს კიდეც თავის დროზე ბატონო ლუაიამ ბძანა ერთი პერიოდი რომ იცით რომ მაღალმთიან აჯარაშია ცუდი პირობებია ბაიქო გზებს ვერ ვაკეთებთო და რა უნდა დიბად უსალა უნდა ჩამოსახდე რა წალკაში ასეთი მიდგომა არ შეიძლება რა თქმა უნდა ვიღაცა გადმოსახდეს ვიღაცა გადასახდეს სადაც არის იქ უნდა შევეცადოთ რომ მივცეთ ეს საშუალება რომ ისწავლო ეს არის სხვა ეს დაკავშირებულია უკვე სულ სხვა პრობლემებით ეს არის წმინდა ასე ვთქვათ შენებლობის პრობლემა ასე შენებელი იყო ლოგისტიკური პრობლემებია მაგრამ წმინდა კონცეპტუალურადაც იმიტომ რომ უამრავი ყოფილა რომ მაგალითად გვერდით არის სოფლები რაღაცა გააკეთეს ოპტიმიზაცია ვითომ და ერთი გააუქმეს მეორეგან დატოვეს და იმ სოფლის ხალხი დადის აქეთ ახლა ტრადიციულად ახლა მაინც არ დადიოდნენ იქით და არ არის ეს ჩოვლი რაღაცა და ეს მათთვის საკმაოდ ძიმე ამბავი ეს გამოსწორდება ბუნებრივია ამას გადავხედოთ უნდა სად არის როგორ არის იმდენი გვეყოფა რესურსი ან ყველაფერი ამის თანხებს არ გულისხმობ პედაგოგების პრობლემაზე ვსაუბრობდი ამიტომ გამოსცენ და სად ვიშოვოთ ამდენი პედაგოგი ნუ ახლა იცით როგორც გიჭირდეს ისე გიღირდეს არის პირველ ეტაპზე რაც არის მე რა თქმა უნდა ეს უნდა პრობლემა პედაგოგების პრობლემაა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ასეთ პედაგოგების ხელფასების გაიზრდება იმედი არის ამაზე საუბარი ხელფასები უნდა გაიზარდოს და განათლებაში საერთოდ უნდა ჩაიდოს საჭირო უნდა დაიმსგავს სხვანაირად შეუძლებელია პირდაპირ ამებული ხარისხთან როცა მეტი ფული ხარჯება მით უფრო მეტია იმის ალბათობა რომ მაღალი ხარისხის იქნება განათლება ყველანაირად თუმცა ერთადერთი რაც ვთქვით ჩვენ არ უნდა ველოდოთ პირდაპირ შემიძლია თქვა ძალიან სწრაფ ცვლილებებს ძალიან ბევრი რამ გაბუჭდა ლომაიას დროსაც და შაშკინის დროსაც იმის გამო რომ ორივენი ორიენტირებული იყვნენ რომ აი ეხლავე უნდათ რაღაცის ჩვენება რომ აი ჩვენ რაღაც წარმატებას ვიღწია და რაღაცა გამოიცხადა. აი ვადებზე ვილაპარაკოთ რეკლამის შემდეგ შეიძლება. სულ 2 წუთი დავჭირდება რეკლამისთვის, მატრიცაში რეკლამა ჩვენ 2 წუთში დავბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, დავით ზურაბიშვილი არის მატრიცის სტუმარი, დავით ზურაბიშვილი მოგეხსენებათ გახდება უბრალოდ დასახელებულია კანდიდატად სახელმწიფო კომისიაში განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიაში. ეს კომისიას ბატონ დავით ეხლა კურსი მითხრეს სანამ რეკლამაზე ვიყავით რომ დარეკა როგორც ჩანს შობელმა და აინტერესებს ამე კონკრეტული ხარ შეგიძლია თქვა მე-12 კლასელების ბედზე ამ სასწავლო წელში თუ ვიცით უკვე რამ ისეთ რა არის რაღაც მოსაზრებები მაგრამ მოდი მე ჯერ თავ შევიკრებ ეს გამოცხადება მაგრამ უკვე ამაზე მუშაობა მიმდინარეობს უკვე დაწყებულია მუშაობა უკვე თვითონ გიორგი ბორკველაშვილიც მუშაობს ამაზე და სხვა პრობლემა იცით და მუშაობს და გამოცდების ცენტრის ზღვანელის მუშაობს უკვე ამაზე ეს 8+1 იქნება კურსი ვარ ნამდვილად მაგრამ ნუ მე ჯერ მაინც თავ შევიკრებ ეს ყველაფერი გამოცხადება თავის დროზე გარწმუნებთ უყურადღებოდ ეს საკითხი არ ჩეკ. კარგი ჩვენ ვადებზე ვლაპარაკობთ მაგრამ სანამ ვადებზე მივალთ ჩვენ საუბრობთ ახლა ძირითადად საშუალო სკოლაზე მისმის რომ საშუალო სკოლის პრობლემები არ ამოგვიწურავს, მაგრამ უმაღლეს სკოლაზეც ვისაუბროთ. როგორც ვთქვი, პრობლემები, არანაკლებია, თუ მეტი არა. უმაღლეს სასწავლებლებში. უმაღლეს სასწავლებლებში ყველგან არის პრობლემები. პირველ რიგში როგორც მე ვხედავ, დამოუკიდებლობა, რომელზეც არის ლაპარაკი მუდმივად, თქო, უმაღლეს სასწავლებლის დამოუკიდებლობაზე, პრაქტიკაში ეს არ ხორციელდება. საერთოდ ეს პოლიტიკისგან განთავისუფლება, აი ასეთი რაღაცა ხელისუფლების. ეხლა ჩვენ კონდა უმაღლეს სასწავლებლები, რომელიც პირდაპირ ითვლებოდა, რომ ხო ხელისუფლების უმაღლეს სასწავლებლებს უყალა ასეთი იყო, მაგრამ ერთი-ორი იყო განსაკუთრებით. ისინი ვარგებლობდნენ განსაკუთრებული რაღაც ყურადღებით, რაღაც პრივილეგიებით, რაღაცა ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღებით. იყო ძალიან სერიოზული პრობლემა, მე მგონი და აუცილებლად საჭიროებს ეს უმაღლეს სასწავლებლებში ხედვას და ალბათ კანონსაც უნდა გადავხედოთ გარკვეულწილად სტუდენტური თვითმმართველობები. მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ზოგან ბევრ სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც ყველგან შეიძლება არა მაგრამ ზოგანეს გარდაიქმნა პირდაპირ პარტიულ სამჭედლოდ ასე ვთქვათ კადრებს თავისებურ რაღაც კონკავშირულ ხედრიონული რაღაც ტიპის გაერთიანებად რომელიც თან იყო ხელისუფლების დამცველი მონაწილეობდა რაღაც პროექტებში მერიის მიერ დაფინანსებული თუ რაღაცა ხელისუფლების დაფინანსებული პროექტებში და უკმაყოფილებს ცენდნენ თან კიდე ანუ ეგ უსწორდებოდა სხვა რაც ახლა ჩვენ ახალგაზრდობაში ნამდვილად არ იყო რა ხა კონკავშირი მაშინაც ხელისუფლებასთან კონკავშირლებს ცენდნენ ხო კონკავშირელი ძველ ბიჭობა არ გამოდიოდა აქ ყველაფერი უკუღმა ორივე ერთად არის აი ეს სერიოზული პრობლემა და რაღაცაა და მასაც უნდა ვიხედო ხა ბუნებრივი აქ ვერ ჩაერევი უხეშად ადმინისტრაციულად და თავის დროზე ძალიან ცუდი რაღაც მოხდა
უმაღლეს სასწავლებლებში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებით, როდესაც უშიშროების მონაწილეობით ტარდებოდა რაღაც რეფორმები, ან იმის არჩევა, ფაკულტეტის დეკანის დანიშვნა და შესული იყო პრაქტიკულად უშიშროება და ის განაგებდა. ასეთი რაღაცები არ შეიძლება. ჩვენ ვიცით მაქსიმალური ავტონომია ყველას. ერთ-ერთი კითხვა, თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს საქართველოში ეს უმაღლესი სასწავლებლები იძლევა იმ ცოდნას არა, არის კარგი უმაღლესი სასწავლებელი, მოდი ვთქვათ, მაინც სახელმწიფოს გულისხმობს. სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თქვათ, ჯავახიშვილის, სადაც უამრავი პრობლემაა. მაინც რაღაც განათლებას იძლევა. მაინც დღეს მაინც აი ტრადიციის ზელა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრადიციას საერთოდ განათლების სისტემაში. და ის რომ თბილისის მემკვიდრეობითობა და ტრადიციაზე აგებული სახელმწიფო უნივერსიტეტი დღესაც კი რჩება ფლაგმანად ყველა უნივერსიტეტებში. ეს იქნება წმინდა აკადემიური დონეზე, იმიტომ რომ რაიმე თუ ტარდება ოლიმპიადები თუ ასეთი ტიპის რაღაც შეჯიბრის მაგვარი რაღაც კონკურსები ყველგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან მოწინავეები. საუკეთესოები ერთ-ერთ პირველ რიგებში და როცა იყო საპროტესტო გამოსვლები თუა და რაღაც სტუდენტური აქტივობა აქაც კვლავ ეს უნივერსიტეტი ტრადიციული უნივერსიტეტია. აი ტრადიციის მომენტი არის თორე რა თქმა უნდა ხა სახელმწიფო უნივერსიტეტები ერთია, მეორეა კერძო უნივერსიტეტები, წარმატებული კერძო უნივერსიტეტების, თქვათ, კავკასიის ბიზნეს კავკასიური უნივერსიტეტი, თქვათ, იგივე ISM-ი. თუ წარმატებულია, ესე იგი რაღაც შეფორშებულია, თქვათ, რომ კარგია ის სისტემა, რომელიც არის. მოდი ახლა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარევა, საერთოდ როგორ არის იცით, ჩვენი საერთოდ ჩარევის დონე რამდენია? პრობლემა იყო იმის, იცი, აი პირველად განათლების რეფორმა რომ დაიწყო, თავარი პრობლემა რა იყო, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფოს ჩარევის ხარისხი გახდა ძალიან მაღალი და ჩვენ პრაქტიკულად დღეს კანონით უმაღლეს სასწავლებლებს ინდერამეს უსაზღვრავთ რომ რაღაც არ არის და საჭირო თქვა როგორ აირჩიო ვიღაცა რა გააკეთონ ის როგორ ჩაატარონ არჩევნები შიდა წესდება და მოაწესრიგებს ხო ასეთი რაღაცები შეიძლება გადავცეთ მაგრამ ეს ავტონომიის პარაგრაფებში თვითონ შეიძლება ძალიან ზოგადი ჩარჩო უნდა განუსაზღვროთ ალბათ ჩვენ უმაღლეს სასწავლებლებს ფასიც მათი დასადგენია ალბათ ხო და არა სახელმწიფოს ხო აქაც შეიძლება რაღაცა რეგულირების მომენტები იყოს რაღაცა არის ჩვენ ჩვენ კერძოსებას რაც უნდა იმას დაადეს ბუნებრივია სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ფინანსებს. აქ სხვა ამბავი აქ შეიძლება გადაიხედოს ეს ეგრეთ წოდებული რეგიონი. არის ამაზეც მუშაობა რაღაც დონეზე. დაიწყება ეს მუშაობა, აუცილებლად არის მოსაზრებები კონცეპტუალური ეს რეფორმის კომისია, რასაც ქვია, ეს უნდა დადოს, როგორი უნდა იყოს სკოლამდელი განათლება, როგორი უნდა იყოს სკოლაში, რა უნდა ისწავლება. არა, მე უბრალოდ მაინტერესებს. ეხლა აი კომისია სრული ნოლიდან იწყებს მუშაობას თუ უკვე რაღაცა აქვს კიდევ. რაღაცები არის, რაღაცები უმუშავია, ხალხს რაღაცები აქვს თავის მოსაზრებები, თვითონ ბადაგიასა დუალს რამდენადაც მე მახსოვს ჯერ კიდევ 2004-ში ჰქონდა მას რაღაც თავისი მოსაზრებები უმაღლეს განათლების სისტემაზე, სწორედ და მეცნიერების ის როგორ მოხდარიყო ორგანიზება ჩვენთან აი ეს ამაზე მეცნიერების რეფორმა ამის მოსაზრები მას ჰქონდა, ნუ ხა ბევრი რაღაცა ეხლაც აქტუალურია შეიძლება იქიდან, ამიტომ ყველას გვაქვს რაღაც მოსაზრება. თუმცა როგორც გითხარი და იმას ვამბობდი, შეცდომა იყო ერთ სკოლაში, მაგალითად იმ პირველ როცა რეფორმა ტარდებოდა პირველ ხანებში განსაკუთრებით, სკოლაზე თავიდან თითქოს იმქონდა სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს არაფერში. ანუ სრულიად უღბადას განო, უმაღლეს სასწავლებლებში მეტი ჩარევა, ეს იყო კანონის დონის და რეალურად სკოლებშიც იყო ჩარევა, რა თქმა უნდა. და ვითომ სკოლა უნდა ყოფილიყო რაღაც თვითმმართველობის მაგვარი ისა და ბევრი მოტყუდა ამით, რომ სკოლა არ არის. არ შეიძლება ზუსტი ანალოგიები გავაკეთოთ ჩვენ იმისი რაც ხდება თქვა და თვითმმართველობის და იგივე გადავიტანოთ სკოლაში. ეს სკოლაში არ ამარ, სკოლა არის ძალიან სპეციფიური. და თუ ყველაფერს მივანდობ და იტყვეთ თქვენ თვითონ მიხედეთ თქვენ თავს ასეთი გენიალური იდეებიც ხდება. მაგალითად ბატონ ბედუქიძეს რომ ყველა სკოლა უნდა იყოს კერძო. არ არის ცუდი. არ ვიცი რა ცუდი იდეა არ არის კი არა, მე რომ გიტყვი ეს სრული აბსურდი, იმიტომ რომ წარმოუდგენელი რაღაცაა ეს. არ არსებობს სოფლიოში ქვეყანა სადაც ასეთი რაღაცა იყოს. და არც ვერც არსებობს, იმიტომ რომ როგორც აგისახელეთ ისევ სოფელი გადავეკიდე ხა შეიძლება იგივე სოფელ გოგაშენში ვერანაირი კერძო სკოლა ვერ იარსებობს. სადაც ვერ იარსებობს. არა იქ ეს რთული სისტემა არის დაფინანსების სასწავლებლებში. როგორი დაფინანსებიც არ უნდა იყოს, ეხლა უახლოეს 30 წელიწადში არის სრულიად გამორიცხული რომ ვიღაცამ ჯიბიდან დადოს იქ ბული. საბოლოო ჯამში რა არის ჩვენი განათლების მიზანი? რა ტიპის განათლება უნდა მივიღოთ მთლიანად ნულიდან ბოლომდე? ეს უნდა იყოს ჩვენ რაღაცა ჩვენი სისტემა უნდა ქონდეს, რაღაც ქართული განათლების სისტემა უნდა არსებობდეს თუ რაღაცა ის უნდა ვიცოდეთ, რაც თქვა ამერიკაში იყიდება, ესპანეთში იყიდება, იტალიაში იყიდება. მოდი ასე თქვა, თვითონ სისტემის აგებულება, რასაც თვითონ სისტემა, რასაც ქვია აღწერა სისტემას თუ გავაკეთებ, ჩვენ ვერ ვნახავთ უერთნაირს, ვერცეთ ქვეყანაში. აი თუნდაც გამოცდები მაგალითად როგორ სკოლის გამოსაშვები გამოცდები, უმაღლესი ჩასაბარებელი გამოცდები, ერთი გამოცდა, ორი გამოცდა, თუ იქ იყოს და აქ არ იყოს, ესეც კი ყველგან არის სხვადასხვა. თითქმის არ არსებობს ერთ და იგივე. ამიტომ ეს სისტემა ძალიან განსხვავებულია, თქვა იგივე ბოლონის პროცესი, როცა იყო ლაპარაკი და როდესაც ჩვენ სულიად აი გვაბოლებდნენ ეს უხეშადო თქვა იმას, რომ საკმარისია ჩვენ ამ პროცესს შევუერთდეთ და რამდენიმე წელიწადში ნებისმიერი ევროპული უნივერსიტეტი ჩვენ დიპლომს ცნობს.
და ნებისმიერ ევროკავშირის ქვეყანაც რომ ჩვენს დიპლომს ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, ეს სრულიად სხვა პროცესია, მაგრამ იქ სწორედ ეს ბოლომის პროცესი დაიწყო იმიტომ რომ აი ეს ძალიან დიდი განსხვავებები რაღაცნაირად და ევროკავშირი რახან ერთი ორგანიზმია უკვე და ერთი სახელმწიფოებრივი სივრცეა ლამის. აი ყოფილიყო რაც შეიძლება ერთმანეთთან დაახლოებული, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული იყო და ინგლისი დღემდე არ უერთდება სწორედ ამის გამო რომ ძალიან სრულიად განსხვავებული. ეს ერთი მომენტია. მეორეს რა თქმა უნდა ყველა ქვეყანაში განათლების სისტემის მიზანი არის ერთი და ჩვენთანაც ეს უნდა იყოს ერთის მხრივ. წმინდა ესეთი ცოდნა მივცეთ მას და უნარების შესაბამისი რომ ის იყოს კონკურენტუნარიანი სოფლიოში, ანუ სადაც არ უნდა წავიდეს მისი განათლება, მისი უნარები რაღაცა ამ საგანში, ანუ მისი პროფესიონალიზმი იყოს ისეთი უნივერსიტეტის და სკოლის მიერ მინიჭებული, რომ მას თავისუფლად შეეძლოს კონკურენციის გაწევა ნებისმიერ ის ასევე და ეს ერთი მომენტია. მეორე მომენტი რა თქმა უნდა აღზრდელობითი მომენტიც არის და სკოლებში განსაკუთრებით ეს უმაღლეს სასწავლებლებში ეს თავისუფლება და ავტონომიის ხარისხია, მაგრამ რომ აგზერდოს ჩვენთან თავისუფალი პიროვნება, თავისუფალი ადამიანი, რომელიც იქნება აი ესეთი ჩვენი ორიენტირით თუ არის დემოკრატიული საზოგადოება, თავისუფალი, რომელიც ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, ნატოს წევრი უნდა გახდეს და ესეთი ევროპული ტიპის სახელმწიფოს თუ ვაშენებთ, აქ ჩვენ გვჭირდება ღირსების გრძნობით აღსილი თავისუფალი ადამიანი, რომელსაც ეკრება თან ასევე რა თქმა უნდა ეს არის იდეალი და ეს არის მიზანი. აი ეს ორი მომენტია, რა თქმა უნდა სკოლას ეს აღზრდელობითი ფუნქციაც აქვს. ნუ ჩვენთან პირიქით, ჩვენთან ალბათ ერთ პერიოდი იყო ეს რეფორმის სააკაშვილის დროინდელი რეფორმის ეს რომ ეგონათ რომ სკოლით შესაძლებელია და განათლების სისტემით რაღაცა ახალი ადამიანის გამოდრო. ჩვენ რა თქმა უნდა ახალ ადამიანს ვერ გამოვადრობთ, მაგრამ და არც ეხლა ველაპარაკოთ ვადებს. მე თქვენ ბრძანით რომ აჩქარება განათლების სისტემაში ნუ არ არის კარგი, გეთანხმებით აბსოლუტურად. მეორე მხარე ის არის რომ მუდმივი ცვლილებებია საჭირო. და ეხლა გვეჩქარება, იმიტომ რომ თუ კი ხარ მომასწრებ, საუბარი არის კონკრეტულ თაობაზე, რომელიც ეხლა სკოლაში სწავლობს. თუ ეს წაიღებს 10 წელი წელიწადს გამოგვივარო ჩვენ 10 წელი ბავშვებს რომ დამოგვივარდება ეს სისტემა. და მაგრამ მაგალითად ვამბობთ, სულყარების ვამბობ, ეხლა ვინც ახლა 9 წელი ისწავლა უკვე და 10 წელი. ნუ რაღაც არის გავლილი აქ იმას უკვე თავისი საჭიროა, მაგრამ ნუ ის მაინც იქ დანარჩენი 9 წლის მარაგით იქნება, ხო? თუმცა როგორც ვამბობ, აქ აჩქარება ერთის მხრივ არ უნდა დიდხანს არ უნდა ვიფიქროთ და რაღაცა გავაკეთოთ, მაგრამ კვეთრი ცვლილებები რაღაც ისეთი რომ საერთოდ ავრიოთ, ესეც არ ვარ. თუმცა მოსაფიქრებელია. სწორედ ამისთვის იქნება ეს კომისია, რომ კარგად გაწეროს ეს ვადები, როდის რა შეიცვლება. როდის შეიცვლება მაგალითად სასწავლო გეგმები. სასწავლო გეგმები თუ შევცვალეთ მაგალითად ჩვენ რაღაცა სტანდარტები დაუშვათ სიტყვაზე რომ ეს გადასახედია ყველაფერი, მაგრამ დაუშვათ ავწიეთ რაღაც სტანდარტი და მოითხოვთ მეტი მოცულობის და მეტი რაღაცა ფიზიკაშიც. თუ იყო მაგალითად ახლა პირდაპირ გეტყვით, მე ერთ-ერთი მამამ სააკაშვილის დროინდელი განათლების რეფორმის სულიად სერიოზულად ვიმტკიცებდა რომ რა საჭიროა ფიზიკას რო სწავლოს ბავშვი სკოლაში, იცოდეს ნიუტონის კანონები. ანუ ეს შეავწევს საერთოდ უნდა იცოდეს ფიზიკა. ანუ რა საჭირო, რა თუნდა? მე ისწავლე, როდის მე ისწავლე? მე ვერ ისწავლე გეთანხმებით. ანუ ასეთი რაღაცაზეც კი იყო ლაპარაკი, მაგრამ დაუშვათ ვართულებთ ახლა ამას, არა, მაგრამ ეს არის მოსაფიქრებელი დროში გასაწერი, როგორ რანაირად სახელმძღვანელოებია მე ამისთვის შესაბამისი გასაკეთებელი, მასწავლებლებია შესაბამისად გადასამზადებელი. ამიტომ ეს უცებ ახლა ჩვენიერ დღეს თუ გამოუცხადო რომ ახლა 100-ია. აი დავწერე ქაღალდზე დავდი. ანუ რაღაცა თანამედროვეობითი ცვლილებებია. რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა შევყვდეთ მუდმივი ცვლილებები არის განათლების სისტემაში. ეს ყველგან ასე არის. თემ სოფლიოში განათლების სისტემა არის მუდმივ ცვალებადობაში, მაგრამ ეს არ არის აი რუსული სიტყვა არის ჩეხარდა არ შეიძლება. რა ესეთი რაღაცა არიქა და ალიაქოთი დიდი და აუზავრი და არიქა ახლა ვეცეთ და არიქა ახლა გავაკეთოთ და არ უნდა დავხარბდეთ აქ აი როგორ გითხრათ აი რაღაც პიარის მომენტებს რომ აი ახლა ეს კარგი იქნება თუ ასე გავაკეთე მე აღარც მენაღლება იქ რა გაკეთდა რა არა. ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ როგორც ლომაიაზოს და შაშკინიძოს იყო ძალიან ბევრი. როდესაც რაღაცა ასეთი ბაზა იყო განკუთვნილი რაღაც პიარის ელემენტებზე რომ აი ახლა მოდი ჩავატაროთ ეს ასე გავაკეთოთ რაღაცა მე ეს კარგად გავყიდოთ და მე რა ხდებოდა იქ როგორ ხდებოდა ნაკლებად აინტერესებდა როგორ წესი როგორ იქნება ეს სასწავლო გეგმები შედგენილი ამის ინტერესი ხა უშუალოდ დიდი მასის არ არის ხა ამაში არავინ არ ჩაჭედავს რაღაცა შეიძლება ვიღაცა ვინც აინტერესებულია რაღაც კონკრეტული საგნით იქ ჩაიხედოს იმას აინტერესებს ბავშვი სკოლაში რომ ვიყო კარგი განათლება მიიღოს მე კარგი ნიშნები კონდეს და რაღაც უსაფრთხოების სკოლის მომენტიც იყო რაც უსაფრთხოებაზე გავიგე უკვე რომ არ მოგწონთ ეს მანდატურები თავიდანვე არ მოგწონთ მანდატურების ინსტიტუტი ახლა ვიტყვი ალბათ გადაიხედა ალბათ კი არა აუცილებლად გადაიხედება და მას ის ფუნქცია მოაკლდება რასაც ქვია მასწავლებლებზე თვალთვალი და რაღაც იქ სკოლაში რომ ქურდად იჯდნენ წარუხეშად ანუ პოლიციური ფუნქციები არ შეიძლება ალბათ დაცვითი ფუნქციები დარჩეს ანუ დაცვა სკოლის დაცვა რასაც ქვია რაღაც კრიმინალისგან დაიცვას და ასეთი რაღაც ასეთი ფუნქციები შეიძლება კონდეს და შეასრულოს ეს და არა ის რომ მასწავლებლებს უთვალთვალოს და იქ მოსწავლეს უთვალთვალოს და როგორ იქცე
ინტერესები და ეს არ არის მათი საქმე და მასწავლებლის თვალთვალი მithumetes სკოლა არის გარკვეულწილად კონსერვატიული ინსტიტუტი, სადაც აქ არის უმცროსა და უფროსშორის ურთიერთობის მომენტი. აი ძალიან ისეთია ესა. არის უფროსი თაობა, არის ახალგაზრდა თაობა, რომელსაც იქ მუდმივი კონტაქტია. აქ აი ამ კონტაქტში ვიღაც მესამე შემოერიოს ფორმიანი არ შეიძლება აი ამ ურთიერთობაში თუ რაღაც წესრიგი დაიწოს კი ბატონო მანდატურმა და რაღაც იქ რომ ბანდიტი არ იყოს და ეს არ იყოს და ვიღაცები არ შევარდა ჭუბი არ მოხდეს ამას უყუროს მაგრამ ეხა მასწავლებელი მოსწავლე შორის რა ურთიერთობა აი კარგად გამოკითხა არ გამოკითხა ეს ცუდად მოიქცა და ეს წავიდეს იმასთან უჩივლოს ის წავიდეს ამასთან უჩივლოს ეს არ შეიძლება შემიძლია ეს გამორიცხვა და ძალიან ცუდია და აი სწორედ აღზრდელობით ფუნქციაზე ვლაპარაკობთ აქ არის ორი ვარიანტი. თუ ეს სისტემა იარსებებდა დიდხანს და რა თქმა უნდა ეს არ იარსებებს და კარგია რომ მალე შეიძლება, მაგრამ აქ ეს ან გადაიქცევდა წმინდა ფორმალობად, ქართულ ვარიანტში, მოგეთ, თორსა ვითომ არის და სამდვილეში ყველაფერი ძველებურად ძლდება. ანუ რაღაცა ზნეობრივ მუტანტებს მივიღებდით მაშინ, იმიტომ რომ არ შეიძლება. ამიტომაც ეს რა თქმა უნდა იქნება შეცვლილი და ეს ცვლილებას აუცილებლად დაექვემდებარება. თუმცა ჩვენ არ ვართ იმის მომხრე, რომ ყველა გავყაროთ სამსახურს. იმუშაონ, მაგრამ იმუშაონ უკვე სხვა წესით და სხვა ფუნქციებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო, წარმატებას გისურვებთ. ეს რთული მისია გაქვთ, შეიძლება ძალიან ბევრი აღუზრდელი გაჩუქონ ერთად ახლა უცებ. თელთაობაზე იქ ერთ კაცზე ქონა იმას აღებული ვალდებულება თქვენ თელთაობაზე გიგებთ. ამას რა თქმა უნდა ამბობდი რომ ესე იგი დად მეჩვიე საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული რაღაცა რომ სისტემის ნაწილი მე არა ვარ და სულ დაპირისპირებული რომ რაღაცა ხელისუფლებაში ყოფნა უჩვეულო შეგრძნება მაგრამ პასუხისგებლობას დიდია და ეს პასუხისგებლობა უნდა გავამართლოთ ყველანაირად. ძალიან დიდი მადლობა დავით ზურაბიშვილი განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის წევრობის კანდიდატი იყო მატრიცის ნომარი გადაცემის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ პოლიტპატიმრებზე. საქართველოში ეს ტერმინი არ არის ახლა 2004 წლის შემდეგ დამკვიდრებული და პრაქტიკულად ბოლო 20 წელია მუდმივად მიდის საუბარი იმაზე რომ ქვეყანას ყავს პოლიტპატიმრები რაც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ამბავია რაც კი ქვეყანა შეიძლება დაემართოს ადამიანის უფლებათა დამცველები დღეს გამოვიდნენ ინიციატივით და მათ წარმოადგენს 174 კაციანი სია რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ და ხელისუფლებას მათ სასწრაფო გათავისუფლებას სთხოვენ. ალეკო სკიტიშვილი იქნება ჩვენი სტუმარი რეკლამის შემდეგ. საზოგადოების სახელმწიფოს განვითარების დონის შესამოწმებლად მრავალგვარი კრიტერიუმი არსებობს და ერთი მათგანი ამ საზოგადოებაში პოლიტპატიმრების არსებობაა. ხდება თუ არა სახელმწიფოში ისე რომ ადამიანებს მათი პოლიტიკური მრწამსის გამო აკავებენ და არა კონკრეტული კრიმინალური ქმედებისათვის. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ქვეყნის ცივილიზებულობისა და განვითარების დონეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნავს. საქართველოში როგორც აღმოჩნდა პოლიტპატიმრები გვყავს. ეს არ არის ახალი ტენდენცია. პოლიტპატიმრები საქართველოში პრაქტიკულად 90-იანი წლების დასაწყისიდანვე გაჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, ვინც თავს სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს უწოდებდა. თუმცა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უფლებადამცველებმა დღეს სპეციალური სია წარმოადგინეს, რომელშიც 174 ადამიანია ჩამოთვლილი და რომლებსაც მათი აზრით პოლიტპატიმრის სტატუსი ეკუთვნით კონკრეტული კრიტერიუმების გამო. ალეკო სკიტიშვილი ინტერნეტ პორტალ Human Rights-ის თავი რედაქტორი არის მატრიცის სტუმარი. ერთადერთი. საღამოშიდობის ალეკო მადლობა მოსვლისთვის. თქვენი მონაცემები მიუთითებს, რომ ჩვენი სახელმწიფო მთლად ცივილიზებული და განვითარებული და წესიერი რბილად რომ თქვა არ არის. დიახ, მადლობთ მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა და იმედი არის, რომ ახალ პოლიტიკურ რეალობაში ათეულობით ადამიანი დაუბრუნდება ოჯახს ღირსეულად, ვინც არის ამჟამად პოლიტიკურ ნიშნით დაპატიმრებული და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ სახელმწიფოზე არ მეტყველებს დადებითად. მე დავაზუსტებ, რომ პოლიტიკურ პატიმრების სია, რომელიც თქვენ ბრძანეთ 174 ადამიანით, ეს არის უშუალოდ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სია, არსებობს კიდევ სხვა სიებიც ასევე, სადაც მეტნაკლებად არის სხვადასხვა ადამიანებიც ჩვენ აქ მივდივართ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან, ხო როგორ უნდა მივხვდეთ კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული სახელი და გვარის არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი, რაღაცა მკაფიო კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და რა არის ეს კრიტერიუმი? რა თქმა უნდა, ამას მე მოგვიანებით მართლაც გეტყვით, უბრალოდ რა ის თქმა მინდა რომ ეს სიები მართალი არის ცირდი ცვლილები, მაგრამ
არ არის იმდენად დიდი ცვლილება, რომ რაღაცა ვთქვათ, რომ აი რატომ ის ორგანიზაცია ამას ითხოვს და რატომ ეს არ ითხოვს. არა, აი ზუსტად შემოდის ის კრიტერიუმები და ყველაფერი. ალბათ სხვადასხვა კრიტერიუმებიც არსებობს. ჩვენ მივუთითეთ, რომ ეს არის არასრული სესია, შეიძლება იყოს უფრო მეტი პოლიტპატიმარი, თუმცა რა თქმა უნდა არ ვთვლით, რომ ნაკლები იქნება, 174 ეს ადამიანი არის, სადაც პირველად ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს ნამუშევარი, ჩვენ ამაზე წლების განმავლობაში მუშაობდით ამ საკითხზე, რამდენიმე ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშშიც მოხდა, სპეციალური განცხადებები გვაქვს კონკრეტულ кейსებთან დაკავშირებით და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად გვაქვს ერთობლივი ანგარიში მომზადებული 2009 წელს, სადაც ამ ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა საქართველოში რამდენიმე პოლიტპატიმრის არსებობა, რომლებიც პილოტურად შეისწავლეს რამდენიმე საქმე. კონკრეტულად იქ დადგინდა, რომ იმ საქმეებზე იყვნენ პოლიტპატიმრის საქმის გვარები, არის ამ ანგარიში იგივე შალვა რამიშვილი, მაშინ იყო პოლიტპატიმარი, რომელიც ცნო ამ ორგანიზაციამ პოლიტპატიმრად, ასევე ნორა კვიციანი, რომელიც დღესაც პატიმრობაშია და ფაქტობრივად ეს ადამიანი არის მძევალი ამ ხელისუფლების ხელში. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი კრიტერიუმები, რომლითაც ამ საქმეებს შევისწავლით და ვანიჭებდით პოლიტპატიმრის სტატუსს, თუმცა დადგა ქართველ უფლებადამცველ ორგანიზაციების წინაშე ეს ამოცანა, რომ მოხდა კრიტერიუმების შეჯერება და ამაზე რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნა ჯგუფი, რომლებმაც შევადგინეთ დოკუმენტი ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი რამდენიმე დღეში ხილავს დღის სინათლეს, ან დაბეჭდილი სახით ეს გავრცელდება და მე შემიძლია ეს კრიტერიუმები თუმცა რა თქმა უნდა აქ ზოგადად ვიტყვი, რომ აქ რა თქმა უნდა არის საუბარი ფუნდამენტურ უფლებების დარღვევით, ვინც არის დაპატიმრებული ჩვენ კონკრეტულად ქართულ რეალობასთან დაკავშირებით გავითვალისწინეთ, რომ მაგალითად ადმინისტრაციული პატიმრობების ვადა არის ძალიან გაზრდილი 90 დღით, ანუ 3 თვით შეიძლება ადამიანი ადმინისტრაციული პატიმრობით იყოს დაკავებული და შესაბამისად ეს სასჯელები რა კი გამოიყენებოდა პოლიტიკური მოტივაციითაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული პატიმრებიც ჩავთვალეთ, რომ მათაც შეიძლება კონდეთ პოლიტპატიმრის სტატუსი იმ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად ასევე ანუ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია თუ ადამიანი არის დაკავებული საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევით ეს ადამიანი ჩაითვლება რა თქმა უნდა პოლიტპატიმრად. ასევე არის ესეთ კრიტერიუმი, რომ მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობის გამო როცა არის დაკავებული, არის ესეთი კაფიოთ არის რა თქმა უნდა რამდენიმე საქმე, ხა კონკრეტულ საქმეს მე რამდენიმე საქმეს დავასახელებ, კიდეც უბრალოდ არის ესეთი კრიტერიუმი, მაგალითად, როდესაც ადამიანი დააკავეს, დააპატიმრეს ამ თავისუფლება აღკვეთეს ოჯახის წევრის, ნათესავის ან ახლობის პოლიტიკური აქტიურობის გამო. ერთ-ერთი შემთხვევა გითხარით, ეს იყო ნორა კვიციანის საქმე, იყო ასევე სულხან მოლაშვილის ძმა, რომელიც სულხან მოლაშვილი თვითონ წლების განმავლობაში იყო ამ ხელისუფლების მძევალი, ის აწამეს იყო ფიზიკური შეურაცხყოფა მასზე თვითონ საპატიმროში, შემდეგ მოხდა საქმის მიტანა სტრასბურგის სასამართლოზე, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, ანუ გრძელი პროცედურა იყო, შემდეგ მოხდა შეწყალებით მისი გათავისუფლება, შემდეგ ეს მოლაშვილი თვითონ სულხან მოლაშვილი საზღვარგარეთ მიიღო პოლიტიკურ თავისუფლებას და ამ დროს დააპატიმრეს მისი ძმა, რომელიც არის ფაქტობრივად ანალოგიურად მძევალი. ანუ ახლობლის პოლიტიკური, ანუ ოჯახის წევრის პოლიტიკური საქმიანობის გამო, როდესაც აპატიმრებდა. არკო, თუ ფიქრობთ ზოგადად უკანონო პატიმრობების საკითხების შესწავლას, ვფიქრობ, რომ აი უკანონო პატიმრობების რაოდენობა, როგორც ამენ 1-2-ად აღემატება, თქვა პოლიტიკური პატიმრობის რაოდენობა. რა თქმა უნდა, ეს პრინციპში არის მაინც ცალკე საკითხი. თუმცა ჩვენს კრიტერიუმებში არის ერთ-ერთი ესეთი კრიტერიუმი, როდესაც არის საუბარი, როდესაც არასამართლიანი სამართალწარმოების შედეგად არის დაპატიმრებული და ეს უკავშირდება ყველა არა თუ ჩანს პოლიტიკური მოტივი. შესაძლოა არასამართლიანი წარმოება იყოს იგივე ქურდობასთან დაკავშირებით, მაგალითად საქონლის ქურდობასთან დაკავშირებით და რაზეც ხედან ციხეში ის ადამიანები, რა ბრალდებით ხედან ციხეში ის ადამიანები, რომლებიც თქვენს პოლიტპატიმრების სიაში არიან შეყვანილი. აი თუ
იქ თუ არის რაღაც ესე კრიტერიუმები, რომ უმეტესობა მაგალითად ან ჯაშუშობა აქვს აყენებული, ან ქურდობა აქვს, რა ტიპის დანაშაულისთვის არიან გასამართლებული ძირითადი. თუ არის რამე ერთიანი. კი, ძალიან საინტერესოა, თუ ისტორიულ კონტექსტში გავიხსენოთ, თვითონ ძალიან მოკლედ ვიტყვი ამ პოლიტპატიმრების ტერმინის ისტორიას, ანუ საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს იყო საკმაოდ პოპულარული ტერმინი, როდესაც საბჭოთა აგიტაცია პროპაგანდისტვის, ანუ ანტისაბჭოთა პროპაგანდისტვის აპატიმრებენ ადამიანს და ისინი სასახად პოლიტპატიმრები იყვნენ, ასევე შეიძლება პოლიტიკური ანეკდოტის მოყოლის გამოც შეიძლება ადამიანი კი დაეპატიმრებინა. ბატონო, 98 მუხლი, ხო? და შემდეგ 75 წელს, როდესაც ეუთოს კონფერენცია ჩატარდა 35 ევროპის ქვეყნის მონაწილეობით, მაშინ მიიღეს ჰელსინკის პაქტი, ცნობილი, სადაც ქვეყნებმა ითავეს ვალდებულებად დაიცავდნენ ადამიანის უფლებებს, ანუ კონკრეტულად ამ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებულ უფლებების დაცვა მოხდებოდა, შემდეგ უკვე წავიდა სხვა პრაქტიკა, ანუ უკვე აზრის გამოთქმისთვის ან ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის კი აღარ იჭერდნენ, არამედ უკვე იარაღის ჩადება, ცდილობდნენ მოეხდინათ კრიმინალში გადატანა, კრიმინალიზაცია. ჩვენთან რა ხდება? და ზუსტად აი ეს პრაქტიკა არის გადმოღებული ჩვენთანაც, ანუ ყველაზე გავრცელებული დანაშაულების მუხლი, რასაც უყენებენ, არის იარაღის ჩადება, ასევე ნარკოტიკის ჩადება, რაც ყველაზე შეურაცხყოფელია ცხადია ამა თუ იმ პოლიტიკური მოღვაწისთვის, ასევე არის იგივე ჯაშუშობა და სამშობლოს ღალატი, ასეთი დანაშაულები, იგივე ვახტანგ მაისაიას შეგვიძლია დავასახელოთ, რომელიც არაერთხელ შეისწავლა რამდენიმე ორგანიზაციამ და აქ არის ცალსახად, რომ არის დარღვეული მთელი რიგი პროცედურები საქმის სამართალწარმოებისას, უკანონოდ ადევს ფაქტობრივად ამ საქმეს გრიფით საიდუმლო უკანონოდ ახლა რა თქმა უნდა საგამოძიებო სტრუქტურის პრეროგატივა რომ დაადოს გრიფის საიდუმლო, მაგრამ შეიძლებოდა რომ ეს ენახა იგივე ადვოკატს ან ვიღაცას ან უჯახს უფრო ადვოკატს, რომელიც არც იყო რა ბოლომდე არც იცნობდა ამ საქმის მასალებს. ასევე ძალიან აღმაშფოთებელი იყო იგივე ცნობილი ფოტორეპორტიორების საქმე, მართალია ისინი დღეს აღარ არიან პატიმრობაში, მაგრამ ეს არის ზუსტად ის ერთ-ერთი საქმე, რომლის შესწავლაც უნდა მოხდეს ჩვენ იმ სიას, რაც ვაქვეყნებთ. ალბათ ჩვენ ყავს სიმონ კილაძე, რომელიც მართალია გათავისუფლებულია, მაგრამ ყველა სახსოვს როგორი ხმა მაღალი საქმე იყო. თუმცა სიმონ კილაძე მაინც მოდი ესე ვთქვათ, წინა ხელისუფლების პროდუქტია, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, მაგრამ საქართველოში პოლიტპატიმრების თემა მიდის, დავანებოთ თავის საბჭოთა პერიოდს, უკვე შემდეგ თქო 90-იან წლებშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც პოლიტპატიმრების სტატუსით სარგებლობდნენ. თუ იქითკენაც ხო არ გადავა ეს პროცესი იდეაში, იმიტომ რომ მათაც მიუხედავად იმისა, რომ თქო ხელისუფლება შეიცვალა რევოლუციით, ბევრი მათგანი არ არის რეაბილიტირებული და ბევრი მათგანი უბრალოდ კომპენსაციასაც ითხოვს. ეს მომენტი თუ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს ძალიან რთული საკითხი, ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ალბათ მოსაწყობი. ჩვენ თუ აპირებთ ის დაგენებას თავის თვითონ კონკრეტულად ამ პატიმრებთან დაკავშირებით ეს დავაყენეთ, ზუსტად რომ შემდგომში წლების შემდეგ არ იყოს ზუსტად ესეთი გაუგებრობა, ჩვენ მაგრამ უკან წასვლა ჯერჯერობით არ ფიქრობთ როსიორმეში ისტორიაში. საფიქრალია, იმიტომ რომ რაღაც პროცესები იყო, მაგალითად არსებობდა საპარლამენტო კომისია ბატონი ვასილ მაღლაფერიძის თქვენი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანის თავმჯდომარედ, რომელიც საკმაოდ პროდუქტულად იმუშავა და მოხდა ზუსტად მაშინ პოლიტიკურ გადაწყვეტილებით, ანუ წინა ხელისუფლების იგივე ეგრეთ წოდებული ზვიადისტების გათავისუფლება და მე ვფიქრობ, რომ მაშინ თვითონ ამ პატიმრებსაც არ ჰქონდათ მაინც და მაინც პრეტენზია, რომ იგივე რეაბილიტაცია მომხდარიყო, თუმცა რა თქმა უნდა სასურველი იყო, რომ ეს რეაბილიტაციის პროცესი ბევრი მათგანი მაშინ უბრალოდ ციხიდან გამოსვლაზე ფიქრობდა. თვითონ ეს დოკუმენტი, რაც მაშინ მიიღო იმ დროს ამ კომისიამ, იყო ეს რეაბილიტაციის მოხდა, თუმცა ზოგიერთ პატიმარი იგივე მე მახსოვს ლოთი ქობალია, რომელიც იჯდა იგივე მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით, რომელიც შემდგომში ასევე გათავისუფლდა ვადაზე ადრე. აი ეს ანუ ესეთ შემთხვევებიც იყო რა მოკლედ და იყო ისეთ პატიმრები, რომლებიც წმინდა პოლიტიკურ მოტივით იყო დაპატიმრებული, შეკერილი ან შეთითხნილი იყო ეს საქმეები და ესეთი პატიმრები ახლაც არიან. ანუ ჩვენ ეხლა ზუსტად ამას ვითხოვთ, რომ პირველ ეტაპზე მოხდეს ამ ადამიანების უპირობოდ გათავისუფლება, ვინც ამჟამად არის საპატიმროში. პირდაპირ გადახედვა, სასამართლო გადახედვას არ საჭიროა. პირველ რიგში უნდა დაუბრუნდნენ ოჯახებს, ამაზე იქნება ალბათ ნორმატიული აქტი ახალი პარლამენტის მიერ
მისაღები რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება ჩვენ ვითხოვთ რომ ეს არ მოხდეს შეწყალებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებით რაც არის დამამცირებელი პრაქტიკა რაც ხდებოდა ამ წლების განმავლობაში როდესაც სტრასბურგამდე მივიდოდა საქმე ან რაღაც ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდებოდა ხელისუფლება მიმართავდნენ ამ პრაქტიკას რომ პრეზიდენტის შეწყალებით ხდებოდა ან საპროცესო გარიგებით როდესაც საპროცესო გარიგებაც ასევე გულისხმობს დანაშაულის აღიარებას ამ პატიმრის მიერ რაც ამ შემთხვევაში არ არის თუმცა არიან პატიმრები ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით რომლებთან საპროცესო გარიგება გააფორმეს მათ აღიარეს ეს ბრალი მაგრამ მაინც დატოვეს პატიმრობაში შეიძლება ითქვას რომ დანაშაული ეს პატიმრობის მუხლი ვადაც კი არ შეამსუბუქეს ანუ ამ საპროცესო გარიგების მნიშვნელობა გაუგებარიც კი გამოვიდა და ამ შემთხვევაში ჩვენ ვითხოვთ რომ ეს პრაქტიკა არ მოხდეს ამათი გათავისუფლება და რა თქმა უნდა თუ ნორმატიული აქტი ახალ აღმოჩენილი გარემოება ასე თუ არის ლაპარაკი შეიძლება იყოს ზუსტად ეს გარემოება რომ ნორმატიული აქტით პარლამენტმა მიიღოს კონკრეტულად ამ საქმეებზე გადაწყვეტილება და შემდეგ კონკრეტულად ეს ყველა ეს საქმე იყოს განხილული სასამართლოში დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და ასევე ჩვენ ვფიქრობთ რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები რომლებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ პოლიტიკური ნიშნის ადამიანებს ასე უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა მათი წამება ციხეებში სხვადასხვა მეთოდებით იყო მძიმე შემთხვევებით თვითონ ამ ადამიანებთან გააქვთ კომუნიკაცია გააქვთ მათი თქვა ჩვენებები რა როგორ ისინი ციხეში რა პირობებში იყვნენ სულხან-მოლაშვილის ამბავი ხო ყველასთვის ცნობილია სიგარეტის საქმესთან დაკავშირებით რომ ავიღოთ არის ესეთი ეროვნული სარწმუნოებული მოძრაობა მისი ლიდერი ნიკოლოზ გოგუაძე რომელიც აწამეს დაკავების მომენტში მას თვითონ აღიარებითი ჩვენება როდესაც გავრცელდა ტელევიზიით იქ თვითონ აღიარების ამ ვიდეო კადრებზეც აშკარად ჩანს თვალი აქვს ადამიანს ჩალურჯებული და ფსიქოლოგიურად დათგუნული გამოიყურება და ისე აძლევს ჩვენებას აი ეს სხვათა შორის თვითონ გამომძიების დაკითხვის ოქროშიც კი არსებობს რომ დაკითხვისას რომელიც დაიწყო ღამის 12 საათზე და დამთავრდა დილის 6 საათზე მათ გამომძიებელმა დაწერა რომ ის იყო მას აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანებები და წამების კვალი შემდეგ პროცესზე როდესაც ადვოკატმა კითხა რომ აი ეს ნაწამები პატიმარი რატომ დაკითხე მან უთხრა რომ ანუ პროცესზე შეიძლება არ გაახსენდა უთხრა რომ მას არ ეტყობოდა წამების კვალი როცა კითხავთ ოქროში თვითონვე ქონდა ხო დაწერილი ანუ ესეთი ადამიანები ვინც ხელს უწყობდნენ ასეთ საქმეების ფაბრიკაციას ასევე თვითონ მონაწილეობდნენ რეალურად წამებაში უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული ეს იქნება ზუსტად ის სამართლიანობის აღდგენა თუმცა რა თქმა უნდა ხელახალი პოლიტიკური ნიშნით არ უნდა მოხდეს ხადი ამას დაკავდა აქ საუბარია რომ კონკრეტული დანაშაული უნდა დადასტურდეს იმ ადამიანების ვინც ბრალი მიუძღვის ამ პოლიტიკას თუ გადასტურმა მოხდა იმედია რომ იმათაც ისევე დაიცავთ როგორც ამ ადამიანებს რა თქმა უნდა ჩვენ ეს გვევალება ძალიან დიდი მადლობა ალიკო სკიტიშვილი უფლებადამცველი იყო მატრიცის სტომარი მატრიცის ამი პრაქტიკულად დასრულებულია სულ რამდენიმე წუთში ვასილ მაღლაფერიძე და მისი კონსილიუმი მიკითხავამდე გემშვიდობებით მადლობა